გამარჯობა საქართველო, დიდი ხანი ამ ფრაზის თქმა გვინდოდა. ახალი პროექტის პირველი ვიდეოს გადაღებას ვიწყებთ და თუ საიდან ეხლავე მოგახსენებთ, თუმცა პირველი იმას გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა გამოვიწროთ ეს არხი, რადგან აქ ელოდებათ ძალიან საინტერესო ისტორიები, ძალიან საინტერესო ადგილებიდან, როგორიც არის ერთ-ერთი დღევანდელი დღე და დღევანდელი ისტორია. დღეს 6 მაისი არის და შესაბამისად გიორგობა, გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგის მადლი შეგეწიოთ უყოლას. ჩემს უკან რასაც ხედავთ, ალბათ ხვდებით, ეს ხალხი დაძრული არის გოგნის კარუგდებელის ეკლესიისკენ, სადაც ყოველ 6 მაისს აღნიშნება წმინდა გიორგობა. ხალხი ამოდის, ზოგი ფეხშიშველი, ზოგი შესაწირით სხვათან ერთად, ზოგი მამლებთან ერთად. ამ ყველაფერს ახლა ჩვენ ერთად ვნახავთ, ავალთ ჩვენს ავდივართ გადმოსახვევიდან, სადაც პლატინას ტბა იწყება, იქ არის გადმოსახვევი ტყიბულის გზაზე. და ესე მიუყვებით დაახლოებით რამდენიმე კილომეტრში არის უკვე კარუგდებელი. ცხვრებისა და მამლების შეწირვას რაც შეეხება, ეს ძველი ტრადიცია. აქ არ ხდება დაკვლა ან რაიმე სასტიკი ფორმით მსხვერპლს შეწირვა. ეს არის ძღვენი სალოცავისთვის, მადლიერების გამოხატულება. ამ პროექტის სულის და გულის ჩამდგმელებს ვინ ვარ მე მოგზაური მე და ჩემს უკან არ ჩანს პროექტის მთავარი ოპერატორი იქნება ნანუკა, თუმცა რა თქმა უნდა ვიდეოებში გამოჩნდება და ახლა დავიზრებით ჩვენს უკვე შევუერთდებით ხალხს, წავალთ და გზადაგზა ნახოთ რა სიტუაცია დაგვხვდება. გოგნი იმერეთში, თერჯოლიდან 12 კილომეტრში, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს. წმინდა გიორგის დღესასწაულზე 6 მაისს ეს პატარა სოფელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კარუგდებელი და სხვა ისტორიული ადგილები ზიდავს სტუმრებს, რათა განიცადონ სულიერი განახლება და პატივი მიაგონ წმინდა გიორგის. დაახლოებით ნახევარი გზა გამოვიარეთ და ნანუკაც გამოჩნდა უკვე კადრში. გამარჯობა საქართველო. პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ბევრ საინტერესოა. ეგ არის უმნიშვნელოვანესი რაღაც და თითო გამოწერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. რომ ჩვენ გადავიღოთ ბევრ საინტერესო სიუჟეტი. შენ რა სიტყვი გოგნობაზე პირველად მოდიხარ? მართლა საინტერესო ტრადიცია, ბევრი ადამიანი ამოდის ფეხშიშველი, ხატევითაც ამოდიან და რაღაცნაირი ძალიან საინტერესო რიტუალია და ტრადიცია. დაახლოებით ნახევარიც არ დაგვჭა, ცოტა დაგვჭა და უკვე ადგილზე უფრო საინტერესო იქნება, კარუგდებელსაც ვნახავთ და ახლა შეგახედებთ აი გზას თუ როგორ იყო ჩემ ბავშვობაში. აი ასეთი გზა იყო ბოლომდე. ნახეთ, ძირს ქვა, ხან ეკალი პირდაპირ გვიწევდა ამოსვლა კლდეზე, ასე ვთქვათ. და ამ გზაზე ამოდიოდნენ ფეხშიშველი. ამ გზაზე მოდიოდნენ და ასეთ გზაზე დაახლოებით. სპეციალურად აქ მიტყოდავდექი, რომ აქ ვარ მესამე და პირველად ვიყავი დაახლოებით 8 წლის ასაკში. და მაშინ ზუსტად ესე გადმოვკვეთეთ პირდაპირ და ის გზა არ არსებობდა, რაც არის ახლა ბეტონის გზა დაგებული და პირდაპირ ამაზე მახსოვს ამოდიოდნენ ადამიანები ფეხშიშველი და მახსოვს როცა ჩერდებოდნენ ბევრს გასისხლიან, სისხლი მოდიოდა ფეხიდან, ზოგს ეკალი ერჭებოდა, ზოგს რა ქვაზე იჭრიდა და უბრალოდ ესეთი ტრადიცია იყო და დღემდე არის და დღესაც ესე ამოდიან, თუმცა დღეს ბეტონის გზა ცოტა ამარტივებს ამ ყველაფერს. კი, მაგრამ მაინც საკმაოდ რთული არის. კი, ისე ასე ამოსვლა. საკმაოდ დიდი გზა არის. აღმართი, ვინც ამოდის ფეხშველიო ჩადის და დიდი გზა არის საკმაოდ. გვახლოვდებით კარუგდებელს და გზად გავიცანით თქვენი სახელი? ხომოდა ლემური. ტყიბულიდან სოფელი საწირე. და მოგვახსენებს ახლა ერთ-ორ სიტყვას თუ რა განსხვავება იყო ახლა თავისთავად წლები არის უკვე რაც 70 წელი უბრალოდ ვარ აქ. 70 წელი არ პატარა ამბავი არა. ხომიდან არა ხმარობა. 70 წელი უკვე ხვდები ახლა ხო. და რა განსხვავება იყო თუნდაც ის ბავშვობის და მის შემდეგ და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის გოგნობა, გიორგობა, წმინდა გიორგობა. წმინდა გიორგის სალოცავი შეგვეციოს ყველას გილოცავთ. რა ეს არის პირველ რიგში ეს არის მთავარი. აქ ამოსვლა სტოლის სიმშვიდე არის, სიყვარული არის და უფლის დიდება არის. ეს არის მთავარი. აი ხარი. რა განსხვავება იყო საინტერესოა ეს 70 წლის უკან რო ამოდიოდი რა შეიცვალა რაღაცა სიტყვაზე. თამაში შეფერხებებიც იყო ტოეცი. ნუ და გვიშვილენ რა, ნიშნა მოსვლა სამოსავზე და რაღაც ასეთი სიტუაცია იყო ეს. აქ თავისუფლება. ეხლა კი ბატონო, ხო შეგიძლია მოხვიდე დაიგოთ. მე მახსოვს პირველად რო ვიყავი გზა იყო ფაქტიურად არ არსებობდა. ბატონო, ფეხშველი დადიოდა, ფეხშველი დადიოდა ხალხი, ბატონო. აი შემოცილი ხონა, აი შეთქმული ხონა, რომ ისი ასულიყო სანთელი აერთო პირველი გადაეჭრა და შემდეგ დაბრუნებული თავისთავად მშვიდობიანი. მოვედით. ბევრი ხალხია. თუმცა შემოვედით მაინც ისე მარტივად.
სალოცავი მე-7-მე საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს, რომელზეც რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით კი სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმინდა გიორგი გამოეცხადა. მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ესქვა აპოვნინა. მოხუცმა კი ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა და ის სწორედ ამ ადგილზე აუშენებიათ სალოცავი. სალოცავი, რომელსაც კარი რამდენჯერმე დაკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. დაუდარაჯნენ და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით მაინც ვარდებოდა. ამიტომაც ეწოდა კარუგდებელი. ხარავდეთ დღევანდელი დღის ძალა და მადლი. აქ მოსვლა არის ძალიან დიდი უფლის საჩუქარი, რწმენა და იმედი იმისა, რომ საქართველოს მეტი უკეთესობისკენ შეიძლება ჩვენი ოჯახები მშვიდობისკენ იქნება და უფლის ფარველობა არ მოკლებოდეს მთელი ცხოვრება. ფეხშიშველა ამოსვლა აქ არის ტრადიციად. მიგვაჩნია, რომ უფლის საჩუქრად ასე გამოვხატავთ მადლიერებას იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს მშვიდობა გქონდეს, სიხარული გქონდეს და ჯანმრთელობა გქონდეს. ფეხით ამოვედი, ფეხით ჩავდივარ ისევე, ფეხშიშველა. მე აქ პირველად ვარ და ოდესაც აქ პირველად მე მოვედი, ძალიან აქ მომეწონა აქაურობა. უფალი გფარავდე და დავლოცავ მთელ საქართველოს. ძალიან ბევრი ხალხია, თუმცა ეს ასე იქნება მთელი დღის განმავლობაში და ამიტომ ახლა ჩვენც ჩავდგებით რიგში და შევერთდებით ტრადიციას და დავარტყავთ წრეს აძარს. და თანან დროს უნდა ჩაუთქვათ სურვილი, რომელიც აგვისრულდება. ავარტყით და დაახლოებით მომდით 10-15 წუთი მაქსიმუმ. ეხლა ვეცდებით შევიდეთ სალოცავში. ძალიან დიდი რიგები გვაქვს, თუმცა მაინც უნდა შევიდეთ ყველა შემთხვევაში. უახლოვდით. ცოტაც და შევოთ. მე თავში მომალერთობის. შემოვედით, ძალიან პატარა ადგილია და ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა, იმდენი სამთელია დანთებული. Kui ერთი-ორი სიტყვა. პირველად ხარ აქ? არა, ბავშვობიდან ყოველ წელს შემოდგომასა და გაზაფხულს. ანუ ორივე დროს მოდიხარ გიორგობას. ერთი წელი არ გამოვიტოვებია. უდიდესი დღესასწაულია. რამდენი წლის ხარ? 11-ის. 12-ის გავხდები ახლა. აქვეა? გიორგი. გიორგი მithumetes, ანუ თავისთავად აქ ხარ წმინდა გიორგის დღეს. გავას დაესწარი. წმინდა გიორგი მოგვანიჭოს სული სიმშვიდე, სიმტკიცე და ისეთი მხნეობა და ვაჟკაცობა, როგორც მას თან ახლდა ყმაწვილ კაცობაში. გავიაზროთ თხოვნა, რას ვითხოვთ, რატო გვინდა? იმისათვის რომ ჩვენ თავში უნდა გქონდეს, უნდა გამოვირკვიეთ, თორა ჩვენ რო აყვეთ ძალიან ბევრი რამე გვინდა, ძალიან ადამიანის მოთხოვნას საზღვარი არ აქვს. არის აუცილებელი, რაც არის საჭირო და უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს. ქრისტე აღსდგა. წმინდა გიორგი შეეწიოს თითოეულ ჩვენთაგანს. კარუგდებელი სალოცავის შემდეგ გადმოვინოსოთ ახლა ახალ ეკლესიაში, რომელიც სოფელ ძევრიდან მაგალითად მოჩანს ძალიან კარგად ყველა კუთხე კუნჭულიდან. შესაძლოა სხვა ადგილებიდანაც ჩანდეს, ახლა ამას ვერ ვიტყვინე ზუსტად, თუმცა საიდანაც კარგად ჩანს და ულამაზესად ეს არის სოფელი ძევრი. ორი ახალ ეკლესიაშიც, სადაც ჯერ მიმდინარეობს მშენებლობა კიდევ.
მოვიარეთ უკვე 2 საათი დაგვჭირდა ამ ყველაფრისთვის. ხალხის ნაკადი არ წყდება, სადღაც არის ახლა 6 საათი, 6:09 ალბათ. და ხალხის ნაკადი არ წყდება, ალბათ მართლა მთელი საქართველოდან მოდის აქ დღეს ხალხი. აი ძალიან დიდი ნაკადი, იმაზე მეტი ნაკადი მოდის, მე მგონი რაც ჩვენ რო ავდიოდით მაშინ იყო. და ვიდრე ველოდის. ხო, ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ, წვიმასთან დაკავშირებით გიორგობა დღეს გოგში ყოველთვის წვიმს. მე ორჯერ რო ვიყავი, ორივეჯერ წვიმდა და დღეს ჩვენ რაც აქ ვართ. არ გავწვევლა და ძალიან გაგვიმართლა ამინჩი, რომ ყველაფერი ნახეთ, ყველა ტრადიცია. ყველაფერი გადავიღეთ, რასაც ახულ ნახავდით უკვე. ხო, არ დაგავიწეთ ბოლოსში გეტყვით არხის გამოწერა, იმიტომ რომ უკვე მეორე სიუჟეტზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ. ძალიან საინტერესო იყო აქ ყველაფერი. გემშვიდობებით. და გამოიწერეთ ჩვენი არხი. რაც თავარი არის.